თბილისის 207 საჯარო სკოლისა და ანსამბლ მგზავრების გუნდებს შორის ფეხბურთში შეჯიბრი გაიმართა. შეხვედრა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის აკადემიის მხარდაჭერით შედგა. თამაშს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი და პოლიციის აკადემიის რექტორიც დაესწრნენ. მათი თქმით, მსგავსი ღონისძიებები აკადემიის სტუდენტებს წაახალისებს და სასწავლო პროცესს წაადგება. ამხანაგური შეჯიბრი მგზავრების კონცერტით დასრულდა. ჯანსაღი ცხოვრების პროპაგანდა და პოპულარიზაცია არის ძალიან მნიშვნელოვანი განსაკუთრებით სკოლებში. ძალიან მისასალმებელია დღევანდელი ღონისძიება, როდესაც აკადემიის ორგანიზებით და მგზავრების ინიციატივით ტარდება ეს მინი ტურნირი. იმისათვის კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვათ, რომ სპორტი ძალიან მნიშვნელოვანი არის ჩვენ ცხოვრებაში. სიმბოლური დატვირთვა აქვს პირველ რიგში ის, რომ ჯანსაღი მომავლისკენ ესე აწერია მაისურებს, ჩვენ მსგავსი მატჩის ჩატარება გვინდა და ყველამ უნდა ვიცხოვროთ ძალიან ჯანმრთელად. არა ნარკოტიკებს, არა სიგარეტს, არა ალკოჰოლს და ასე შემდეგ. განსაკუთრებით მომავალმა თაობამ. ძალიან მიხარია, რომ ესეთი რაღაც გაკეთდა დღეს, ჯანსაღი მომავლისკენ ესეთი აქცია და ყველას გჭირდება. კარგია, მიხარია და რაც შეიძლება მეტი ვივარჯიშოთ რაღაცა ჯანსაღ ცხოვრებას მივხედოთ, რომ ჯანსაღები და ნათელები ვიყოთ რა. იუსტიციის სასწავლო ცენტრში პროკურორებსა და გამომძიებლებს სისხლის სამართლის მართვის ინტეგრირებული სისტემის ტრენინგი უტარდებათ. პროგრამა საქმის ელექტრონული წარმოების საშუალებას იძლევა, რაც გამომძიებლებისა და პროკურორების საქმიანობის სისწრაფესა და ეფექტურობას უზრუნველყოფს. მიმდინარე წლის აპრილისიდან იუსტიციის სასწავლო ცენტრი ახორციელებს ტრენინგის პროკურორებსა და გამომძიებლებისათვის, რომელიც ითვალისწინებს ამ ადამიანების მომზადებას სისხლის სამართლის საქმის ინტეგრირებული მართვის სისტემის შესწავლის მიზნით. ძირითადად ამ პროგრამის დახმარებით საშუალება ექნებათ პროკურორებსა და გამომძიებლებს მათ წარმოებაში არსებული სისხლის სამართლის საქმეები აწარმოებენ ელექტრონულად, სწრაფად და კომფორტულად, უწყვეტი კავშირი ჰქონდეთ სასამართლოსთან, ექსპერტიზის ბიუროსთან და თავიანთ კოლეგებთან. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამა, რომელიც პროკურორების და გამომძიებლების საქმიანობას გახდის უფრო სწრაფს და ეფექტიანს. პროკურორების და გამომძიებლებისათვის ამ ტრენინგის ჩატარება დღეს უაღრესად მნიშვნელოვანია მომავალში ამ პროგრამის წარმატებით განხორციელებისათვის. აღსანიშნავია, რომ პროგრამა უკვე ერთი თვეა პილოტურ რეჟიმში გაშვებულია ქალაქ რუსთავში და საკმაოდ წარმატებით ხორციელდება. 19 წლის განმავლობაში პირველად საერთაშორისო ატომური სააგენტო ისრაელის ატომური შესაძლებლობების საკითხის განხილვას დათანხმდა. 35 წევრიან საბჭოში უთანხმოება სწორედ ამ ფაქტმა გამოიწვია. საერთაშორისო ატომური სააგენტოს 35 წევრიან საბჭოში უთანხმოება წარმოიქმნა იმ საკითხთან დაკავშირებით, უნდა განეხილოთ თუ არა ისრაელის ატომური მარაგი და შესაძლებლობები. 19 წლის მანძილზე პირველად სააგენტოს საბჭო გარკვეული საკითხებისა და მათ შორის ისრაელის ატომური შესაძლებლობების საკითხის განხილვას ფორმალური დისკუსიით დათანხმდა. ისრაელის საკითხის განხილვა არაბული ქვეყნების სამიწე გაკეთებულ მოხსენებას მოყვა, რომლის თანახმად თურქეთში გამართულ სამიწე აზიის ქვეყნებმა საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდეს ირანთან ერთად ისრაელის ატომური შესაძლებლობებისთვის მიეპყროთ ყურადღება. საბჭოს მსგავსად კონფერენციასაც არ აქვს გადაწყვეტილების მიღების უფლება. ქვეყნის ნაწილი ვარაუდობს, რომ ისრაელს ატომური მარაგი გააჩნია, თუმცა ებრაული სახელმწიფო ამის შესახებ კომენტარს არ აკეთებს. საერთაშორისო ატომურ სააგენტოში შეერთებული შტატების წარმომადგენელმა დისკუსიის დატოვება გადაწყვიტა და ისრაელის მიმართ წაყენებულ ბრალდებას უგუნურობა უწოდა. ისრაელს არ დაურღვევია არც ერთი შეთანხმება. ის სააგენტოს მიერ მინიჭებულ ყველა უფლებამოსილებას ასრულებს. ამ საკითხზე ყურადღების გადატანა ჩვენს მთავარ საზრუნოსა და საფიქრებს გვავიწყებს. ეს ირანის ატომურ პროგრამას ეხება. თეირანი, რომელიც არღვევს ატომური იარაღის გავრცელებლობის შესახებ დადებულ ხელშეკრულებას, საერთაშორისო ატომური სააგენტოს ვალდებულებებსაც არ ასრულებს. ოთხშაბათს გამართულ უსაფრთხოების საბჭოს ხდომაზე გაერომ ირანის წინააღმდეგ სანქციების მეოთხე რაუნდი დააწესა. მსოფლიო საზოგადოებამ ამ სანქციებს ყველაზე მკაცრი უწოდა. შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები ისლამური სახელმწიფოს ატომური მარაგის გამდიდრებასა და იარაღის წარმოებაში სდებენ ბრალს. ამავდროულად თეირანის სამშვიდობო მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომასაც მოითხოვენ. თავად ისლამური სახელმწიფო უარყოფს ბრალდებებს და აცხადებს, რომ ატომური პროგრამა მხოლოდ სამშვიდობო მიზანს ემსახურება. საერთაშორისო ატომურ სააგენტოში ირანის წარმომადგენელი აცხადებს, რომ ირანის და ისრაელის საკითხისადმი განსხვავებული მიდგომა სააგენტოს ეგრეთ წოდებულ ორმაგი სტანდარტების პოლიტიკაზე მიუთითებს. When the Iran's nuclear issue is concerned and discussed, and we object this politicization of the IAEA, United States reject and insist that ნათელია, რომ სააგენტოს პოლიტიკა ორმაგ სტანდარტებს ემსახურება. როდესაც ირანის ატომური პროგრამა შეერთებული შტატებისათვის შემაწუხებელია და მისი განხილვა ხდება, როდესაც ირანის ატომური პროგრამა შეერთებული შტატებისთვის შემაწუხებელია და მისი განხილვა ხდება ყველგან. აქაც და ნიუ-იორკში და ამავდროულად ისრაელის ატომური შესაძლებლობების განხილვაზე უარს ამბობენ. ეს რაზე მიუთითებს თუ არა იმაზე, რომ სააგენტო სუბიექტურადაა პოლიტიზირებული.
დღეს შეერთებული შტატების წარმომადგენლის მიერ გაკეთებულმა განცხადებამ განსაკუთრებით შემაშფოთა, რადგან მან განაცხადა, რომ სანამ ისრაელი არ შეუერთდება ატომური იარაღის გავრცელებლობის შესახებ შეთანხმებას, მანამდე ისრაელის ატომურ საკითხსაც არ განიხილავენ. სწორედ ეს მაღელვებს, რომ ის ქვეყანა, რომელიც შეთანხმების გარეთ დგას, რაც არ უნდა ატომურ მარაგს ფლობდეს, მაინც უსაფრთხოდ ითვლება. ეს რა თქმა უნდა სახელმწიფოებს სრულს გაუჩენს დატოვონ შეთანხმება, რადგან ამის შემდეგ მათ ატომურ მარაგზე არანაირი დისკუსია არ გაიმართება. ამასთან ერთად მე მინდა გავაფრთხილო შეერთებული შტატები და ნებისმიერი ქვეყანა, რომ ირანზე გაკეთებულ განცხადებებს სიფრთხილით მოეკიდონ. დიდი ხანია მიმდინარეობს საუბარი იმის შესახებ, რომ არაბულ სამყაროსა და ისრაელში მშვიდობიანი გარემოს შესაქმნელად აუცილებელია მსგავსი იარაღის აკრძალვა. ისრაელი ატომური იარაღის გავრცელებლობის შესახებ შეთანხმებას არ შეუერთდა, რაც ქვეყნის ატომური არსენალის ღიაობას მოითხოვს. ამერიკის ფედერალური ბიურო მექსიკელი მოზარდის მკვლელობის საქმეს იძიებს 14 წლის ბიჭი ამერიკის შეერთებული შტატების საზღვრის პოლიციის ბრმატყვია მიმსხვერპლა. ამერიკის შეერთებული შტატების გენერალური პროკურორის ერიკ ჰოლდერის განცხადებით, საზღვრის პატრულის მიერ შემთხვევით 15 წლის მექსიკელი ბიჭის მკვლელობა ძალიან სამწუხაროა. მისი თქმით, გამოძიების ფედერალური ბიურო მომხდარ ფაქტს იძიებს. Of ammunition, all of them purchased in the United States and smuggled. Well, this is a matter that's under investigation, as I said. ჩვენ ძალიან მწუხართ მექსიკელი ბიჭუნას გარდაცვალების გამო. გამოძიება მიმდინარეობს და ჩვენ ზუსტად უნდა გავარკვიოთ რა მოხდა სინამდვილეში. საერთაშორისო ხიდზე მომხდარმა მკვლელობამ აურზაური მას შემდეგ გამოიწვია, რაც მობილური ტელეფონით გადაღებული ვიდეო გავრცელდა, სადაც საბედისწერო მომენტებია გადაღებული. მასში ჩანს, რომ საზღვრის პატრული ვიღაცას მისდევს და სროლის ხმაც ისმის, თუმცა ვიდეოს უტყუარობა ჯერჯერობით დაუზუსტებელია. მე ვიდეოს რამდენიმე ფრაგმენტი ვნახე და ბოლომდე არ მიყურებია. არ ვიცი გამოადგება თუ არა ის გამოძიებას. ვერ ვიტყვი, რომ გამოძიების მთავარი ნაწილი ვიდეო იქნება, მაგრამ მას აუცილებლად შეისწავლიან. იმედოვნებ გამოძიების ფედერალური ბიურო ყველაფერს გააკეთებს. მექსიკის შინაგან საქმეთა მინისტრი ფერნანდო გომეს მონტია შეერთებული შტატების ნაციონალური უსაფრთხოების გენერალურ მდივანს ჯანეტ ნაპოლიტანოს ტელეფონზე ესაუბრა და თავისი შეშფოთება გამოხატა. პოლონეთში წყალდიდობა გრძელდება, საცხოვრებელი სახლები და საზოგადოებრივი თავშეყრის დაწესებულებები წყლით არის დაფარული. პოლონეთის მეორე ნაწილში კი უჩვეულო სიცხეა. სანდომიერეთის მოსახლეობა სახლებში დაბრუნებას ჯერ კიდევ ვერ ახერხებს. მდინარე ვისლამ დაახლოებით 8 მეტრით მოიმატა. მთავრობის განკარგულებით ჯებირებს კვირაში რამდენჯერმე ცვლიან სამუშაოებში, თავად სოფლისა და ქალაქის მოსახლეობაც არის ჩართული. პოლონეთში მაისში დაწყებულმა წყალდიდობამ 20 ადამიანი იმსხვერპლა დანგრეულია, ათასობით საცხოვრებელი სახლი. თექვსმეტი წლის კალიფორნიელი ები სანდერლენდი, რომელმაც იანვარში მსოფლიოს გარშემო მოიახდით მოგზაურობა გადაწყვეტა ინდოეთის ოკეანეში გაუჩინარდა წინასწარი ვერსიით გოგონა შტორმში მოყვა. სანდერლენდიმ ავარიული სიგნალი გაგზავნა, შემდეგ კი მასთან დაკავშირება ვეღარ მოხერხდა. ები ხმელეთ სატელიტური ტელეფონისა და ინტერნეტ ბლოგის მეშვეობით უკავშირდებოდა. სანდერლენდის გადასარჩენად საერთაშორისო დახმარება უკვე გაემგზავრა. ირაკლი ალასანიასა და ლევან გაჩეჩილაძეს დღეს თიასი ჭინავას გადაცემაში მოусმენთ, ასე რომ უყურეთ არგუმენტებს ზუსტად საღამოს 8-ზე.